გაუმარჯოს ჩვენ ერთგულ მაყურებელს, ჩემ ოქროებს, ჩემ ბრილიანტებს და დანარჩენების ყარტა-ყურტა ხალხი, ვინც ახართ ხრეშის ქვებათაც არ ვარ გიხართ პირდაპირ გეუნებით. ეხლა რა მინდა რომ რაღაცები დამიგროვდება ხოლმე და თქვენ მინდა მოგიყვეთ, აღარ შემიძლია ვის ამ ხალხს რო გავაჩერებ ხოლმე ან რაღაცას უყები გიჟი ვგონი ვარ სულ ყველას და ვიღაცას გიჟი ვგონი ვარ ალბათ ეხლაც რომ მიყურებ და ზოგი ისეთი აი სხვა სიტყვას ვერ მოვძებნი ან ცუდი ადამიანი ან იმდენად ახვარი არის აი ახვარი სიტყვა რასაც ნიშნავს ბევრმა ვინც არიცით დამირეკე და მე აგიხსნით რაც იმდენად ახვარი აი რითი ცხოვრობს რომ რაღაცა შხამი და გესლი გადმოაფურთხოს რაღაცა თქვა ასე შეგაიდეთ მამიშვილო ღმერთმა რისთვის გაგაჩინა რომ რაღაცა სითბო გააკეთო მაგდენი თუ არ გესმის და ცხოვრებამ გაგაბოროტა და მაგისგან ხარ ახვარი აი მართლა ახვარი ხარ და დამთავრდა შენი ბაზარი ვაფშე არის გაქცევ ყურა ადრე კი გინგრევდით ხოლმე თავყობებს მაგრამ ეხა უკვე ის არის და უკვე მეზიზღებით კარგად იყავით და ამდენი ხალხია იმდენი ხალხია რომ უყვარვარ და რომ მიყვარს რომ ვერ აი ეს ვერც რა ვიცი შემოგევლეც უყოლას რა დედას ვიცაო რა მე ეხა იმ კატეგორიის ადამიანი ვარ ჩემი ძველებიდან მოსული ჩემი უფროსი მეგობრებიდან ჩემი იქიდან ჩემი იცით რა არის ამ ქალაქში დავიბადე გავიზარდე ვინ რა უნდა გამაკვირვოს იცი მე ქალაქში რამდენი თბილისელი ცხოვრობს რამდენი ისე გოიმად დარჩა რა და რამდენი ჩამოსულია იმიარლიხ ზუსტად და იმას სიმაღლეს და დონეს სულატარებს ასაც თბილისელი ქვია თბილისელობა რა არის წოდებაა ძმაო მე თუ მკითხავ რა წოდება არის ჩემი ქალაქელობა მეტი არაფერი მოდი მე ჩემ ქალაქზე ვილაპარაკებ ალბათ იმიტომ ვილაპარაკებ რომ ეს უფრო კარგად ვიცი ეხა მეგობრები მყავს ბათუმელები რომლაც ბათუმის ავანჩავანი იციან ქუთაისელი მყავს ძმაბიჭები იმათმა ჩოხატაურლები მყავს თელაველები მყავს გურჯა რა ვიცი ძმე იცი თან ისეთი ვიღაცები არა სულ ელიტარნი კაი ბიჭები არიან რა კაი ბიჭები მაგათ შემოვლე კაი ბიჭ რას ვეძახი მე ხა თავრობამ შეიძლება ეხა რაღაცა ჩათვალოს რომ ეს კაი ბიჭი არის რაღაც მენტალობისა კაი ბიჭია როცა კაი დედის და მამის შვილია განათლება სათანადოდ აქვს ბოროტ საზღვაოებს კეთილისგან ქრისტიანობას თაყვანს სცემს და პატივს სცემს და ყოველ შემთხვევაში თუ ვერ ცხოვრობს ისე ცდილობს მაინც რომ ქრისტეს გზით იაროთ სამშობლო რო უყვარს რამდენი რამეა ჩამოსათვლელი და ეგ კაი ბიჭებმა ყველა მიციან ძმაბიჭობა იციან მხარში დადგომა იციან და ეს ყველაფერი დღეს რო გავხედავ ხოლმე რაღაცაზე ნერვები ამეშლება რომ ის რაღაც თავის სიმართლეს რო ამბობს ვიხარ სიმართლე მე იმ სიმართლეში გავიზარდე როცა აი რაც ჩამოვთვალე ყველაფერი იდეალურად იყო აბა კაი დედმამის შვილი იყო ვინმე და ცუდი საქციელის გამო დაუჯდებოდა ვინმე ისეთ ჯამააც გვერდზე არც დაისვავდნენ უფრებასაც არ მისცემდნენ ეხლა აიტყლიჟა და აირია რა არ ვიცი რა მაგას რა ქვია არ ვიცი და მე როგორი თბილისი მახსოვს ერთი სიმღერა გამახსენდა იქიდან თორე სულ ეგეთ თბილისში არ მიცხოვრია მაგრამ მიყვარდა ჩემი პატარაობის პერიოდში ეგეთი თბილისი და აი მას წინებს 2-3 დღის წინ ჩემ უფროს მეგობრებთან ერთად ვიყავი და ეს ამბავი მინდა რომ რაღაცა ლამაზი ფორმით მოგიყვეთ რომ ის გული მოგიბრუნოთ ის გაციებული გულები ჩემ ქალაქში როგორც არის ეხლა რა მართლა გეუნებით ერთი ცინუკი დადიანის სიმღერა ჩემ ოქროს ბიჭებო ტექნიკური ჯგუფი ოქროები აი მგლები მყავს რა ოღონდ რამე უთხარ და წკაპ 2 წუთში მზად არის ყველაფერი ცინუკი დადიანი
რისი თქმა მინდა ეხა რა ჩემი ყრმობის პერიოდში სულ ისე ვიზრდებოდით რომ ვიღაცას ეხა მოიცა რა ბიძა ჩემო და რამე სულ ეს ბაზარი მიდის მაგრამ აი როგორ იყო გეტყვით რა ზუსტად რა უბანში რომ გამოვიდოდ პატარა ბიჭები რომ ვიყავით რაღაცა უფროსების პატივისცემაზე ვიღაცა თუ რაღაცას გთხოვდა არ გვეგონა რომ ჩაგრავდა ჯერ ესეთი თხოვნაც ისეთი იყო რომ აი ან ლუძზე გაგზავნა იყო ან ბორჯომზე ან რაღაცაზე ან სიგარეტს ხა სიგარეტზე მაინც არ გვაგზავნიდნენ ეს სიგარეტზე და აი გეხვეწები რა და ის და ჩვენ გვიხაროდა რომ რაღაც ვიცოდით რომ წესიერი ხალხი იყო რაღაცა თუ რაღაც უთანხმოება მოგდიოდა სხვა უბნელებთან არამე მივდიოდით ამათ ვეკითხებოდით ჭკუას და რაღაც დალაგებული იყო რა ლამაზად იყო ყველაფერი პატივისცემა იყო აი როგორ უმაღლეს დონეზე ჯერ ქალბატონების მერე მამაშვილური მერე უფროსი ადამიანის ხო და აზორ მანწკავა არის ჩემი მეგობარი ეგეთი ოქრო კაცი მყავს და რაღაცაზე სულ კორკოტ აბა ეს და მითხრა რომ
ერთი ჩემი ძმა ბიჭები მინდაო რომ მოიყვანო, სულ გროვდებითო და 70 წელს გადაცილებული ზოგი 90-მდე მიღწეული ზოგი, მაგრამ ესე ჯანზე და ისე რა თბილისურად რა. იმ დღეს ავდექი და გაბრიელ სალოსის ქუჩაზე პატარა რაღაც გაკეთებული აქვს, მოყვარახჭინებული აქვს ისეთი გემრიელად რა თავისი ადგილი და სუიქ ამ უფროსების გარდა იქ უბნელი ისეთი ქართველი სამაგალითო ოჯახიშვილები დედასვიცა ვარ და ისეთი აი რო დავჯექით სუფრა ძალიან ბევრი რამეს ნიშნავს მე ხა ამ ბოლო დროს პატარებთან რა სუ ყაყანი და ის განა იმიტომ რომ პატივისცემა რა ისეთი რამეები გავიხსენეთ ერთმანეთის ისეთი თავგანწირვები ძმაკაცის გულისთვის რაღაცეები პატარა ბიჭები იყვნენ რომელიც ომში იყვნენ ის ამბები მოყვნენ რაღაცები და რა მინდა იცი თქვა ნუ თუ ესე ძნელია რომ ეს რაც აი ამ უფროსი თაობისგან სასწავლებელი აქვს პატარებმა აი ღრუბელი რაღაცა ისეთი სიტყვა გუბკა ქვია რა მაგას რა შეიძლება ვარღვევ ახლა მე და ცოტა ჩრდილოულ დამპყრობლების იმას სლენგს ვიყენებ მაგრამ გუბკასავით იწოვდა რა მაშინ რა თბილისი იწოვდა გუბკასავით კაი ბიჭების სიყვარულს გვერდზე დგომას და ყველაფერს რა მოდი ზარის გავაგრძელო და მე ჩემი სურვილი რა არის მაგას მოგახსენებთ რომ ჩაერთო თელი საზოგადოება ზარი მაქვს ეთერში მოვბრძანდით გამარჯობა ჩემო ხალბატონო დიახ ბოდიშ მიხდიდიხ შეიძლება მითხარი სად არის თქვენი ოფისი нас მოშვა მინდა თქვენთან შეხვედრა ოფისი ესი ხალბატონო მე არა მაქვს მაგრამ შეგიძლიათ ჩააწერინო ჩვენ დავკავშირდეთ და აქ პატრიოტ ალიანს რა ვიცი მასპინძლობა ამ ხალხმა რო იციან ეგეთი უნდა და სიამოვნებით აქ შეგხვდებით ამ სადაც ვარ ეხლა ეს ტელევიზია სადაც არის ბატონო სათხარ მისამართი სად არის მისამართს ტელეფონი დამიტოვეთ თქვენ მე ეს არის ჩემი ნომერი ეგ მე ეგრე არ ვიცი ხა ტექნიკური ჯგუფი ჩაიწერს მომცემენ მე დაგირეკავთ და შევთანხმდეთ ხალბატონო თუ შეიძლება დიახ როგორ კი ბატონო მე არ ვიცი ხა აქ თუ ვინმეს დაურეკია მე უარი არავისთვის არ მთქვი და რის შესაძლებლობაც მქონია როგორ ჩავაწერინო კაცრად ნომერი ჩემი აი უთხარით ბიჭებს ტექნიკურ ჯგუფში და ჩაწერენ ნომერს რა. ხოდა რა მინდა გავაგრძელო ეხა რაღაც აი მონგრეულია ჩემი ქალაქი და პატარებიც ეხა ჩემი შვილის ხელები რამოდენიმე ძალიან ბევრნი არ არიან მაგრამ აი მიხარია როცა ეკლესიაში არის ადამიანი და ეკლესიურად ცხოვრობს და ყოველ შემთხვევაში კი არ თაღლითობს შინაგანად აი უნდა რომ რამე სიკეთე გააკეთოს რისი საშუალებაც აქვს იმის ფარგლებში ბევრი ვაშკაცი ბიჭია ამათი თაობის რაინდები არიან კაცურად აი რა კაცურად ცხოვრობენ რა იცია რომ აი ძმაკაცის დედა თუ არის მარტო როგორ უნდა თუ ეს დასასვენებლადაა სანატორიუმში გამწესებული როგორ უნდა მიხედონ ან ძმაკაც როგორ უნდა მიხედონ საპატიმროში ან რაღაც ესეთი რამეები ჩემზე ძალიან მოქმედი იცით რატომ მოქმედებს ზუსტად გეტყვით რა ჩემო კარგი იმიტომ რომ ეს მე ცხოვრებაში აი რო გამოდიხარ და სიმართლეს რო იტყვი და რო დღეს რასაკავს ჩემი ქალაქი აი ერთი გაფიცებთ ყველაფერს მითხარით დარეკეთ ზარი და რა მოგწონთ ამ ქალაქში გამაგებინეთ რა ყველა ენა წაგდებული ამ Facebook-ებზე დამალული ტიპები ვიღაცის ოცლას აიღებენ და უკვე აღარ იციან ენა საიდან შემოიხვიონ თქვენ ახვრებო კიდე ერთხელ მოგმართავთ რა მეტი არაფერს არ გეტყვით იმიტომ რომ ეს არის ზუსტი განსაზღვრება თქვენი რა თან როგორ ბიჭო რომ აგინებთ ხომ რა ადრევ ნერვიულობდი გეძებდით და ეხლა არსებს სად მოგძებნოთ ერთი ვინმე აი ესეთი გამოვიდეს რომელსაც შეუძლია თქვას რომ ეს თუ მართალს მეტყვის ყველაფერს ვიცავარ თუ არ მოვიდე და ფეხები არ დაგმანოთ მაგრამ თუ გამოჩნდები და ტყუილს მეტყვი ხო მოგახევთ მაგ თავს აი ეს არის ჩვენი რეზიუმე ყველაფრის ზარი მაქვს ეთერში მოვბრძანდით
ბატონო ალო დიახ გისმენ ჩემო კარგო შენ შემოგევლე კონტენტ ძალიან მეყვარხარ აბსოლუტურად გეკავები თქვენ საუბარში და ეს რასაც უყურებთ თქვენ ყველა პროექტებში შეთანხმებულია ბიზნესთან და იმასთან ეს ყველა ნორმალურ ადამიანებს ყველა ხვდებით მაგრამ გამოსვლები არის აი საიდან გამოვიდეთ ასე გამოვიდეთ ოქიანად კი ბატონო მე ჩემ აზრს მოგახსენებთ მაგ დიდი მადლობა დარეკვისთვის და შემოხმიანებისთვის მადლობა რა ვიცი მე ჩემს უკან ერთადერთი არის სიმართლე და ჩემ ცხოვრებას რა ვიცი რო ვინც გადახედავს მე თავს არ ვიქებ დედას ვიცავარ ამ ჩემი სიმართლის გულისთვის იმდენჯერ მომხოდრია ცხვირში რომ რა ვიცი რა ძალიან ბევრჯერ ეხა თან ძალიან სწორი ცხვირი არა მაქვს რაღაც მინდა თან წოპე იყო ცხვირის ექიმი იმასაა გაკეთებული მაგრამ რეგბის რო თამაშობდი ხან პავოროტნიკივით აქეთ მქონდა ცხვირი ხან აქეთკენ მქონდა და რა ვიცი რა ჩხუბი და დავიდარაბა მოკლედ არ მაკლდა რა ამ რეგბის დროს და ეხლა რო გამოდიან ჩრდილოელი ისა რო ტლიკინებენ მე რო ჩრდილოელებთან ნაჩხუბარი მაქვს და ნადავიდარაბები მაქვს სადიყა ან კიდე ყველაფერს თავი გავანებოთ დღევანდელობა ავიღოთ რა ყველაფერს ვიცავარ აი რა მინდა გითხრათ რა რო გამოდიან და აი ის დავარცხნილიც რო არ უარგათ თმები და ისე რო აქ რა რო უყურებ რა და გუშინ წინ აი თუ ეს ზნეობა ამიხსენით მე და ხმის ამომღები არა ვარ გუშინ თამაშობდა ფეხბურთი ხო არ არის რეალის მადრიდში რო თამაშობდა მე რო გადაგიყვანენ იუვენტუსში ითამაშებ თუ PSG-ში ითამაშებ ფეხბურთი ხო არ არის არა აქ არის იდეოლოგიების შეჯახება და რა იდეოლოგიები როგორ შეიძლება ნაციონალურ მოძრაობაში სახელმწიფო მინისტრი ყოფილიყავი და ეხლა დღეს იმათ აგინო და დღეს კარგად იყო ახ ერთი გამაგებინეთ როგორ არის მართალია ეგ ამბავი ან კიდე იურიდიული კომიტეტის ან იმის ახალაიას მოადგილე ყოფილიყავი იქ და მაგ მორალით გეცხოვრა ჩაგეჩეჩქვა ყველანი და დღეს გამოდიხარ და ისეთივე სიდინჯით ლაპარაკობ თუ მართალია მითხარით ხმის ამომღები არა ვარ თუ ვიც მეტყვით მართალი ხართო თქვენც ეგეთი ტუტურუცანები ხართ პირდაპირ გეუნებით რა ერთი დარეკეთ და მითხარით რა ეგ არ არის მართალი ეგ არ არის სიმართლე რა თუ ცხოვრობ ადამიანი ერთი ცხოვრებით უნდა იყო შეიძლება ესეც იყო რომ თან პირჯვას იწერდე და თან პატარა აქეთკენაც იწეოდე რა ბოროტებისკენ რა ეგ ცხოვრებაა ძმაო მესმის შეიძლება ძალიანაც გინდოდეს რომ ქრისტეს გზით იარო, მაგრამ ძლიერია ბოროტი ძმაო და ისე კისრულზე ისე შეიძლება წამოგიღოს და დაგანარცხოს, რომ ადგომა არ მოგინდეს ისევ იმ კიბეზე ახვიდე, რასაც გზა ქვია რა, ქრისტესკენ მატარებელი და ღმერთისკენ მატარებელი. ეგ შეიძლება მოხდეს, მაგრამ შენ კაი დედმამიშვილო, სირცხვილი, ღირსება, ნამუსი არა აქვს საერთოდ. სარიმა კეთერში მობრძანდით. ბატონო რა მინდოდა მე ავიდან კარგად დაიწყო რაღაც და მე მაგ საშინელებებზე გადახედი თემაში ნაცებზე და ნაცმათმულზე ის თბილისელებზე მინდა და ისე რა გავაგზელოთ მაო თბილისელებზე მაგაზი ახლოს ჩემთვის არაფერი თემა არ არის ჩემი პატარა გულისკრიველი მინდა ბრძანე შემოგევლე აი მუშტადის ბაღი რა შეიძლება ზოგისთვის ვერის პარკია რა პირველი და ჩემს და იგი ერთი არ დაუბადებული ვარ გავიზარდე მუშტაეთში და ესე ყოველ დღე გავხედა ვიფერ ცხოვრობ რა ესე გავერანებული გაჩანე გედავს მოწმული რა გავაჩი და ესენი ლაპარაკობენ რაღაცა მაღალ წევწელ ფრაზებს ეს პოლიტიკოსები ლეგენდარები მედროვეები მუშტაედი რა გახდა მუშტაედი ბაღირობი დაუბრუნდნენ ქალაქს რა просто ეხლა რაღაცას რო იძახიან დავაუბრუნებ და რაღაცაზე 13 წელიწადია რა სააკეთეთ პატრიოტული სულისკვეთებით მოხდა და გვერდზე გედებით რა ჩვენ ვეტერანები ნაღდად გვერდზე ვედებით რა მართლა გჯეროდა ხა ეგრეა და რა მართალი ხარ ზამიკო მართალი აბსოლუტურად 13 წელი მარტო მუშტაედის ბაღი არა ბევრი მაგრამ აი
მույტირად რაღაცა თქვი რა მუშტაიდის ვაზე რაღაცა შეუძახეთ ამას ამ კაი გინდა მაგარ ამეს გეტყვი აი მე პირადად ხო არ ვიცნობ ჩვენ ერთმანეთს ძმაო რა მე პირადად 1-2 გადაცემაში გეტყვი რომ კახისაც ვნახავ თუ შესაძლებლობა მექნება თუ არა და რომელიმე მოადგილეს ვნახავ და ესე დავსვავ საკითხს მუშტაეთის პირდაპირ რა რომ ხალხის მოთხოვნა არის და შენ თვითონ ნახავ რომ ჩვენი ძალისხმევა და ჩვენი ის როგორ გამოიწვევს იცი რა მიხარი აი რა იყო კომუნისტები მომუნისტებს უამბობენ რა მახსოვს იცი შაბათობებს მართავდნენ რა და იმის გარდა რაც იყო თქვა საზოგადოებრივად ვიღაცას ხო ეკუთვნოდა იქ გამწვანება რაღაცები ხალხი იღებდა მონაწილეობას მაო ხეებს რგავდნენ ასუფთავებდნენ გან ეხლა თუ ძმა ხარ რა ეხლა იგე ბიჭო რაღაცა ჩვენი რაც არის მოუფრთხილდეთ მართალი ხარ შემოგევლი 100%-იანი ხარ მე პირადად გეუნები ხო არ ვიცნობ ძმაო ერთმა შეიძლება ვიცნობთ კიდევაც ეგრე არ ვიცი მაგრამ მე პირადად გეუნები აგერ მერიას მე მივაკითხავ და მუშტაეთის საქმეს წამოვწევ უეჭველი რა და ნახავ კიდევაც ცოტა ხანში ფუსფუსით უატყდება და იქ ვნახოთ მე ერთმანეთი და უთხრა ჩვენი სათქმელი კიდე რა დიდი მადლობა დარეკუშთვის საზოგადოდ ეხა მე მუშტაეთში რახან თქვენ ბრძანეთ არ ვიცი ეხა როგორ არის საქმე ალბათ ეგრეა რომ რახან ბრძანეთ მე არ ყოფილვარ კაი ხანია მაგრამ ძალიან ბევრი პარკი გალამაზდა მაგის თქმა მინდა ძალიან ბევრი პარკი გამწვანება და რაღაცები გაკეთდა აი უმადურები არ უნდა ვიყოთ რა აი უმადურები არ უნდა ვიყოთ პირველ რიგში მადლიერების ნობა იმ ადამიანებისადმი უნდა გამოვხატოთ ვის რაღაცა პატარა წვრილს დებს რაღაცა შენიშვნები რაც აქვს ისიც უნდა უთხრათ როგორ შეიძლება კაცი დაიბადოს და არ დაეცეს არ არსებობს ეგეთი რამე დედამიწაზე რა არ არსებობს ჩემო კარგებო რა თავარია ის ადამიანი როგორ მიიღებს ამას აი ბრექებით რო დადიან ხოლმე რომ დაინიშნებიან სადღაცას და ეხლა ეს მასწავლის ჭკუას მიიღე ჩვეულებრივი ხალხის აზრი ისევ შენ წაგადგება გამოტვინებულო შენა შენ გეუნები ვინც გინდა ის იყავი იერარქიულად სადაც გინდა იქიჯექი პარლამენტიდან დაწყებული რა მიიღე ამ ხალხის აზრი კიდევ ერთხელ გაგახსენებთ როგორ იყო ჩვენი მეფეების დროს მეფეები გლეხების რაღაც ან სასადილოთ ან რა პატარა რაღაცა თავშეყრის ადგილი სადაც იყო დუქანი რა ეგრე ერქვა ხო იქ მიდიოდნენ გადაცმულები და უბრალო ხალხის აზრს ისმენდნენ რომ რას ლაპარაკობდნენ ეს ხალხი ამათზე რა იქიდან დასკვნებს ვინც მეფე იყო ვისაც უნდოდა რომ ეგ სიკეთე გაეკეთებინა ყოველთვის იცოდა აი ცხონებულმა ბერიკაშვილმა იცოდა წყაროზე რას ლაპარაკობენო წყარო იმ წუთში შეიძლება დუქანი ყოფილიყო შეიძლება რაღაც მაგრამ მეფემ შინაგანად რა აწუხებდა ხალხს თუ კარგი მეფე იყო იცოდა ყოველთვის რა ზარი მაკეთერში მოგესალმებ გამარჯობა ჩემო ქალბატონო თბილისთან დაკავშირებით მინდა ორი კომენტარი გავაკეთო ბრძანეთ ნოსტალგია გაქვს ძველი თბილისის ძალიან ბუნებრივია იმიტომ რომ მაშინ ყველას იცნობდა ცოტა ხალხი ცხოვრობდა ყველას უყვარდა მაგრამ ამ დროებმა დაამჩნია თბილისის თავის ხელი აფხაზეთის ომი სოციალური მდგომარეობა საქართველოს ნახევარი ცხოვრობს მეგონი თბილისში კი ბატონო მართალი ბრძანდებით ქალბატონო რა თქმა უნდა თბილისში კიდევ ცხოვრობდა დასულია საზღვარგარეთ საშუალოზე ანუ თბილისმა სახე რომ დაკარგა ანუ მისი დროება მოიტანა ეს გეთახმებით აბსოლუტურად მაგრამ ჩვენც ამ დროებას მივყევით უმეტესობა და მაგაშია საქმე შეიძლებოდა რომ ეგრე არ ყოფილიყო აი მაგალითად რა მე გეტყვით რა გადაცემა რომ მქონდა პირველ არხზე უცნობ ნაცნობ ეგრე ყველაფერი ერთად ერქვა და იმდენი ადამიანი მირეკავდა საზღვარგარეთიდან აი საზღვარგარეთიდან მირეკავდა და ეგეთ რამეს მეუბნებოდნენ რომ
გაუსაძლის პირობებში ვართ კორკოდ მუშაობთ, იმიტომ რომ 2 კაპიკი ვიშონოთ და სახში გამოვაგზავნოთ, ზოგი მანდარინს კრიფავდა, ზოგი ფორთოხალს საბერძნეთში, ზოგი დამლაგებლად მუშაობდა, ზოგი ვიღაც მოხუცულიდა. და რას წერდნენ ნახეთ, ისეთი ოქრო გადაცემა მქონდა იმაში, რომ განაიმიტომ რომ მე ისეთი გუნდი იყო რა თვითონ სერიოზული გუნდი იყო, ვინც აი ყველაფერს იმაშვებოდნენ, თითო წინწყალს იმაშლიდნენ ზედმეტი რაც იყო. და რა იყო? ჩვეულებრივი თბილისური ამბები, იქ გახსენო ქუთაისელები მყავდა სტუმრად, მერე თელაველები ჩამოვიყვანე ანსამბლი წინანდალი, მერე მიშიკო მყავდა შენგელია, რა ვიცი, ბევრი ადამიანი ძალიან. და რა იყო ყველაზე მაგარი რა? რას წერდნენ რომ შაბათსო ვიცოდითო კორკობთ ეს გადაცემა რო იყო, ჯდებოდითო და სულ თუ არაფერი არ გვექნებოდა, თითო ბოდღვინოს დავიდგავდითო, ჩამოვასხავდით და თბილისში ვიყავითო. და ბატონი მიშას პერიოდში რაგვარი იყო ის ბიჭი, ტელევიზიის ყუბანეიშვილი ყა, ყუბანეიშვილმა გამიუქმა გადაცემა, რომ ამორალური საქციელის რა ამორალურად მოვიქეცი არ ვიცი. მაშინ დამაბრალეს რომ ფული მოიპარა კორკოტამო, ხო? ნეტა ვიპარავდე რამეს აღარ ვიცი, ეს მოპარვაც არ ვიცი კარგად რა როგორ უნდა რა. ხო და გამომაგდეს იქიდან და მერე ხო შეიძლება რომ მერე მოსულიო ჭირდება ქალაქს ეგეთი გადაცემა. მე თავის პოდიუმზე არ გამოვდივარ და ხარ დავდივარ და არ ჭირდება ქალაქს. ჭირდება იმის გაჟღერება, რომ პატარა ბავშვები იმ დღეს უყურებდი რა. ევგენიძე რა გენიალური გადაცემა, თან ისეთი ხალხია მეტონიძე ოქრო გოგო შემოვევლე, რა ვიცი ხა დათო თვითონ და სულ ხან მიშკა ჩიკვილაძეს ხან ერთი პერიოდი სალომეც იჯდა და რა მიხარია იცი? ეს ბავშვები როგორ შეიძლება ქართულად მღეროდნენ, ესი აზროვნებდნენ ამ სიტუაციაში ხვდნენ და სხვანაირები გაიზარდნენ? ამჯერა რა ძმაო რა. ტრადიციაზე დააფუძნეთ მილიონი რამე და როგორები გაიზდებიან ბავშვები მერე ვილაპარაკოთ როცა გინდათ რა. ზარი მაქვს ეთერში. გაითიშა. აი ერთი გენიალური ლილიკო ნემსაძის სიმღერა, ჩემ რადიოც ვქონდა, მაშინ რადიოშიც ვიყავი, ნუ ძალიან პოპულარული ვიყავი, მაშინ მე გამომაგდეს ყველამ ერთად რა. ხო და ამ რადიოში იყო ერთ-ერთ მისალმებად ესე ვიწყებდა. ლილიკო ნემსაძის სიმღერა თუ შეიძლება ზეცას რომ თანდაnis ფერი ეტება შორიდან გაისმის სარების ხმა თენდება დაიხრება სხივებით ბილიმსის იხვიცებს ჩემი Agasuli kharops da arasodes beradeba Sioni zetsavde azidula vedreba Ramdenips satkhmeli vinitsis arberdeba chemi Dagipitsev shen chemotvilisa Simgherid geperebi daguli gamitva
ჩემო თბილისო გეტყვი რომ მეუშენოთ სიცოცხლეც არ მინდა სიყვარულს დაგიფიცებ შენ ჩემო თბილისო გეტყვი რომ მეუშენოთ სიცოცხლეც არ მინდა ზეცას რომ თან ისფერი შორი დაგაისმის ზარების ხმა თენდება დაიღრება სხივები თბილი მოზის იღვიძებს ჩემი თბილისი მეძახის თბილისური ნიავიტილისო სული ხოვანე დარებით ზეცაში გაფრინდა სიყვარულს დაგიფიცებ შენ ჩემო თბილისო გეტყვი რომ მეუშენოთ სიცოცხლეც არ მინდა ჩემი თბილისი იღვიძებს ჩემი აი როგორ მთავრდება ხო ნახეთ ბოლო სიტყვები რაც არის რამდენი მაქვს სათქმელი ვინიცის იღვიძებს ჩემი თბილისი რა ეტყობა თბილის გაღვიძების გაფიცებ ყველაფერს იქ რაღაცას გაღვიძება მithom ისა იქ ცხვირში გაყრილი საყურით ტიპები გამოიწვი თავისუფლება ევროპა რა ევროპა რა თავისუფლება შეჩემის კირაკოზა შენა ვაფშე აზე ხარა არის თავისუფლება რუსეთი მტერია ისა ხო რას ლაპარაკობ რუსეთი მტერია კი ბატონო მერე მტერი გამოეცალე რუსეთს და შეაფარე თავი ევროპას გამოვა აგერ ერდოღანი იმ დღეს როგორ გვეღა დავებოდა 4-1 რო წავაგეთ რა გვაქვს ალაპარაკო და მიშას რო ეუნებოდა ეს ჩვენ პრეზიდენტს რა უქნაო ძმაო აგერ 4 გოლი გაგვიტანესო რა ეგელი ბიჭო რამეში ბებია ჩემი მესიზმრებაო ერდოღანი ამბობს და სიმღერები მესიზმრებაო ახალქალაქური და ისა და ისინი დაგვითმობენ რა მესტო ერთადერთი შემაკავებელი რუსეთი არის მაგრამ ის ჭირდება ლავირება ჭკვიანი ქართველი პატრიოტი კაცი ჭირდება მაგ ამბავს ჩემო ძვირფასებო ის კი არა რომ არიქა 4-4 კუჭით რო გაიჩითა მთელი ეს ისა ოცნების ისა იზრუნეთ ხალხზე იზრუნეთ მაგრამ მოდი ესე მიუდგები რა მე სურვილი მაქვს ერთი რამის დღე და ღამე ვიქნები თქვენს ქებაში ოღონდ საქართველოსთვის რამე გააკეთეთ ეხლა დაგებადათ აზრად რომ LGBT თემის შემოშვება არ შეიძლება ეხლა დაგებადათ აზრად რაღაცეები რასაც თქვენ რომ მოხვედით მაშინ ვაჟღერებდით მეც და სულ ყველა ჩვენთაგანიც ეხლა არის მომგებიანი თემა არ დამიჭირეთ არ გახსოვთ რომ დამიჭირეთ რაზე მიჭერთ მეთქი რო ვკითხე გახარია იყო ზუსტად მინისტრი რა
რაზე დამეჭირეთ, რაზე მეჭერთ მეთქი და ბატონმა მინისტრმა ბრძანა ეგება კორკოტა მოარიდო თუ მაქაურობა. მე რას მარიდეთ? ეს პიდარასტები მოარიდეთ მეთქი 100-ჯერ ვთქვი და ისა. მე რატომ არიდებთ ძმაო? რო კონფლიქტი არ მომხდარიყო? პირიქით, მაშინ არ იყო ეგრე, მაშინ ევროპისკენ ქონდათ დურბინდით სწორება რა და ჭოგრიტით უყურებდით მაგ ყველაფერს. არ არის ბიძია ესე მართალი რა. თუ ეს ეხლა არის თემა უკვე რომ ესე კი ბატონო მოგყვებით, მაგრამ მაშინ ბოლომდე გააკეთეთ გასაკეთებელი საქმე რაც არის რა. ბოლომდე გააკეთეთ. ეხლა რა კამპანიას დაიწყო ბიძინამ. აი ეს ფულები, რამხელა ფულებზია ლაპარაკ 300 მილიონი, 700 მილიონი, ისა. ეს ბიჭო არ აქვს ცხენიათ მაინც რა. 20 მაინც მოუმატეთ პენსიონერებს, თქვენ 1500 ლარი დაიმატეთ 14000 ლარზე. კარგი რა სვინდისი არა გაქვთ მართლა. მე გწყინთ რომ გამოდის კორკოტა და გვაგინებს. არავის არ გაგინებთ ძმაო. შენიშვნას გაძლევთ, რომელსაც მე ეს მართლა აი სხვანაირად ვერ ვთქვი, ეს ნაბიჭვარი ნაციონალები იყენებენ სათავისოდ. დამიჭრიანი მას როგორც უნდა ჩააგდებს და ოცნებას აგინებს. საგინებელი მყევხართ ნაციონალებო თქვენ და ოცნება თქვენ რაზე მყევხართ იცი საგინებელი? ამათ რო ენდეთ და რომ მოიყვანეთ გვერდზე რო დაიყენეთ და ჩვენ კიდე ვის კისერზეც მოხვედით ფეხებზე დაგვიკიდეთ ძმაო. ფეხებზე დაგვიკიდეთ რა. არა ხართ მართლები. უმადური არასოდეს არ დავრჩები. არც ბიძინას კეთილი გაკეთებული საქმეს, არც კახი კალაძის, არც ყობა არავის უმადური არ დავრჩები. არც ნაციონალების უმადური არ დავრჩები, რაც კეთილი საქმე გააკეთეს, მაგრამ პასუხისმგებლობა ვის დავაკისროთ, გაფიცებთ ყველაფერს, იმისი რასაც ქვია ელემენტარულად აი ეს გაჩანაგება, გაუბედურება ქვეყნის რა. გამაგებინეთ რა, ვიღაცამ პასუხისმგებლობა ხო უნდა აიღოს თავის თავზე რა. მაგრად გული მტკივა, მართლა გული მტკივა. როგორი გულშემატკივარი ვიყავი რომ რაღაც აი ზღაპარივით ველოდებოდი რომ რაღაცა კარგი უნდა მომხდარიყო და ვერ მოხდა კარგი რა. რა მოხდა გინდათ გითხრათ? უბედურება ნახევარი ხალხი გაიყო და არის ერთი აზრის, ნახევარი ხალხი გაიყო მეორე აზრის. და ის ადამიანები, ვისაც თქვენ ენდობით ოცნება, აი აქ ნახევარ ხალხში ვინც გიო. ნახევარი კიდე დამატებული არის იმის ნაციონალები ძვერი. პირველივე პავაროტში ფეხს დაგიდებენ. მოსახვევი რასაც ქვია რა. ეგრე იყო ჩემ დროს ესე ლაპარაკობდნენ რა. შეიძლება რუსული გავლენა იგრძნობოდა კი ბატონო, მაგრამ პირველივე პავაროტში ფეხს დაგიდებენ ზუსტად ეგენი რა. აგერ ნახავ ძმო, რა, აქედან გადმოსვლა, აქეთ არეუხერხულად, შუბლის ზარღვის და ღირსების პონტიდან და აქედან დაბრუნება უკან რა გაუჭირდებათ მithom? მოძებნეთ ის ხალხი იმ ახალგაზრდებთან დაიჭირეთ ურთიერთობა, ვინც მართლები არიან, ვისაც სიკეთე უნდათ, ბევრ რამეში ყური დაუგდეთ, ბევრ რამეში თქვენ გვერდზე დაიყენეთ, მაგრამ საქართველოს დააყენეთ ფეხზე, რას გავს ეს ჩმორად გცეული საქართველო რა. ის იმას აგინებს, ეს ამას აგინებს. ნომერ ადინი ფიგურები არიან ვიღაცა ახვრები, რომელიც შეგაგინებენ რა და დაიმალებიან. მერე დაგბლოკავენ. ეგეთი ტიპები არიან რა. ეგ არის ბიჭო, ესე იგი, კაი ტიპი არის დღეს ვინ თბილისში, ვინც ვიღაცას შეაგინებს და დაიმალება. ფუი ეგეთი თბილისის დედაცვატირე და ფურთხის ღირსი ხარ მართლა აკაკი წერეთლის არ იყოს. ყველაზე დიდი უბედურება საქართველოში რაც იყო და არის დღესაც ხვალე ღმერთმა აღარ გვინდა რომ იყოს რა ეგრე რა. არის უმადურობა რა. აი ერთი დიდი ნაწყვეტი ვთხოვე ბიჭებს რომ ამოეჭრა და გიორგი სააკაძიდან სპეციალურად ამოვჭერი და იქ მინდა კარგად დააკვირდეთ რა ამ თავადაზნაურობას როგორ დასცინიან პატრიოტ კაცს. დღესაც ესე ხართ ძალიან ბევრი თქვენ ახვრებო თქვენა რა. დასცინით ერთმანეთს და რისი გულისთვის საქართველოს იმალება უკან. ჩვენ წაგაგლიჯავდით სიამოვნებით თავებს რა. მე კი არა ბიჭო, ბიძინამ უნდა წაგაგლიჯოთ, იმიტომ რომ თქვენ რაში უნდა გენდოთ.
რაში უნდა გენდოთ ბიჭო ერთ რაღაცას აგორებდით და ეხა მეორეს გაგორება დაიწყეთ ეგ არის მართალი არ არის ეგ მართალი და თუ მართალი არ არის თქვენი მოასაზრებების და ფოკუსების და დაგებული მახეების გარდა არსებობს ღვთის სამართალი ღვთის სამართალს აცდით თქვენ უკვე და კარგად დაიმახსოვრეთ ყველაფერი ჩამირთეთ ერთ გიორგი სააკაძის ფირი რა დიდი მადლობა ვინც აქ იყავით უკაცრავად თუ ავღელდი ცოტა მაგრამ მე ის სიმართლე ვთქვი რისი თქმაც მინდოდა რა აიო ხო ხედავთ ამ ბოლო დროს ტელევიზია რო არ დააჯერიმონ უწმაწურ სიტყვებსაც არ ვიყენებ კეთილად მადლობთ მიყვარხართ ეხლა უყურეთ ქართველების უმადურობა ოდითგანვე როგორ იყო და როგორ არის დღესაც
ბაშებმა სააკაძის შესამუშავად. ის არის დმიტრის გიორგი. აგარ დაიძაგაკიძილ ბაშებსა. ეს რა არის? გიორგიმ ცხენი გამოაბრუნა? რა მოხდა? ხალხო! ვაი მეძედამ! ვაი სირცხვილო! ვის უნახა სააკაძე? ბრძოლის რამიდან გამოგწეული? Kuzmogredzili ake sportista akade. Neta, ena გამიშნებოდე. კიცილ ბაშები დაედავდნენ გამოგწეულსა. გული არ დგება საგულეში, მოწმინდები ძაფი გიწდება. დაედიანეთ შანს კარგში. ერთი რაგვანი 1000 მტერზე უარესია. როცა გიორგი ნიშანს მოგწევს, მაშინ მივეცევით ურჯულოებს. როდის ხარ? როდის? ახალი ცხენი მომზადეთ. ორა მარჯვე შემოიტყვა. გიორგის ნიშანს უნდა ველოდო. ნაციხავი საცა დასკრავ.
გაუცვალოს მამა შენი ჩემო ვაჟთა.